ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეანიშნულ მოლაპარაკებებამდე ირანისა და ომანის ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანელ კოლეგას ბადრ ალ-ბუსაიდის ხვდება ომანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. ალ-ბუსაიდი შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს იგნასიო კასისსაც. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ომანის შუამავლობით მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ემზადებიან. ამჯერად ვაშინგტონი და თეირანი ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან. ეს კი იმ ფონზე, როცა შტატებს ახლო აღმოსავლეთში უკვე 2 ავიამზიდი ჰყავს განლაგებული, ირანი კი ფართომასშტაბიან საზღვაო წვრთნებს ატარებს. შვეიცარიის დედაქალაქში სამშაბათს შეანიშნული შეხვედრის დეტალები ჯერ უცნობია. თუმცა სავარაუდოა, რომ მასში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ. გასულ კვირას ბადრ ალ-ბუსაიდის ირანის უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენელიც შეხვდა. ბუსაიდი ამ მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. შეხვედრა სავარაუდოდ პირველი რაუნდის შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა. რეგიონული მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი მოწოდება თავშეკავება და გონივრული კომპრომისია. დაწერა ალ-ბუსაიდიმ პლატფორმა X-ზე ალი ლარიჯანისთან შეხვედრის შემდეგ. მოლაპარაკებების მეორე რაუნდამდე ტრამპი ირანს სალის გამოყენებით არაერთხელ დაემუქრა. ირანმა კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიშს თავადაც განახორციელებს. ორშაბათს თეირანმა გამოაცხადა ისიც, რომ მისმა რევოლუციურმა გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში, სპარსეთისა და ომანის ყურეებში წვრთნები დაიწყო. დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი ჯერალდ ფორდი კარიბის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.